2 სასიკვდილო მიწისძვრა ვენესუელაში. ყველაზე ძლიერი სიცხის ტალღა ევროპის ისტორიაში. უძლიერესი AIP-3 ტორნადო ურალში, რუსეთში. როგორ განვითარდა ეს და სხვა მოვლენები, ნახეთ გამოშვებაში. რუსეთი 22 ივნისს რუსეთში სვერდლოვსკის ოლქის ქალაქ კუშვას თავს დაატყდა ტორნადო, რომელიც ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გახდა ურალში. ნგრევის ხასიათის მიხედვით იგი მიაკუთვნეს AIP-3 კატეგორიას ფუჯიტას საერთაშორისო შკალით. სინოპტიკოსები აღნიშნავენ, რომ რეგიონში ტორნადოები იშვიათად ხდება და ჩვეულებრივ ტყიან ტერიტორიებზე გადის. ამჯერად გრიგალმა ქალაქში გაიარა და მის შემდეგ დაახლოებით 2,5 კილომეტრის სიგრძის ნგრევის ზოლი დატოვა. თვითმხილველების თქმით, მასთან ახლდა ძლიერი გუგუნი და მწყრის კვერცხის ხელასეთქვა. ტორნადო გლეჯდა სახლების სახურავებს, ჰაერში წევდა გადასახურავ ფურცლებს, სამშენებლო ნამსხვრევებსა და ნაგავს. სულ რაღაც 10 წუთში დაზიანდა 100 მეტი საცხოვრებელი სახლი, ავტომობილები, ელექტროგადამცემი ხაზები და კომუნალური ინფრასტრუქტურის ობიექტები. განადგურდა ღობეები, სათბურები და სამეურნეო ნაგებობები. ბევრი ხე ფესვებიანად აღმოჩნდა მოგლეჯილი, ზოგიერთ ქუჩაზე კერძო სახლებიდან მხოლოდ კედლები დარჩა. დაზიანდა მრავალსართულიანი შენობებიც, მათი სახურავები და აივნები მოგლიჯა. შუქის გარეშე დარჩა 4000-ზე მეტი კერძო სახლი კუშვასა და მეზობელ დასახლებულ პუნქტებში. შეფერხდა წყალმომარაგება, ხოლო გაზსადენების დაზიანების გამო ცალკეულ რაიონებში საჭირო გახდა გაზის გათიშვა. სამედიცინო დახმარებისთვის 21 ადამიანმა მიმართა. დაზარალებულთა უმრავლესობა მიიღო ჭრილობები და დაბეჟილობები გაფანტული ნამსხვრევებისა და შუშებისგან, რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებული იქნა. ელექტროენერგიის არქონამ შახტა იუჟნაიასეს საგანგებო სიტუაცია გამოიწვია. ამ წევი მოწყობილობის გაჩერების გამო 16 მეშახტე მიწის ქვეშ აღმოჩნდა ბლოკირებული. მათი ზედაპირზე ამოყვანა მხოლოდ მომდევნო დღის დილის დაახლოებით 4 საათზე გახდა შესაძლებელი ელექტრომომარაგების აღდგენის შემდეგ. უკვე მომდევნო დღეს სტიქიის შედეგები კიდევ უფრო დამძიმდა. კუშვას თავს დაატყდა ძლიერი თავსხმაწვიმები. წყალმა დატბორა საცხოვრებელი ოთახები იმ სახლებში, რომლებიც ამ მომენტისთვის სახურავების გარეშე იყვნენ დარჩენილი. იაპონია 25 ივნისს ადგილობრივი დროით 7 საათსა და 30 წუთზე, დილის პიკის საათში, ივატეს პრეფექტურის სანაპიროსთან მოხდა ძლიერი მიწისძვრა, რომლის მაგნიტუდა 7,2 შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები, რომლებსაც თან ახლდა გრუნტის ხანგრძლივი რხევები, იგრძნობოდა ვრცელ ტერიტორიაზე და შეეხო არა მხოლოდ ტოჰოკუს რეგიონს, არამედ დედაქალაქ ტოკიოსაც. ცუნამის საფრთხე არ შექმნილა. აღსანიშნავია, რომ 3,5 საათის განმავლობაში მოხდა სულ მცირე 8 განმეორებითი ბიძგი, რომელთა მაგნიტუდა 2,9-4-მდე მერყეობდა. ყველაზე ძლიერი ნგრევა აომორის პრეფექტურას დაატყდა თავს, სადაც ქალაქ ჰაშიკამიში დაფიქსირდა 6+ ბალის ინტენსივობა იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს შკალით. სტიქიის შედეგად 2 პრეფექტურაში, აომორისა და ივატეში დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის მოხუცი 90 წლის ქალი ივატეს პრეფექტურის ქალაქ კამაიშიში, რომელიც წაიქცა და მკლავი მოიტეხა. ხოლო ჰაჩინოჰეში, აომორის პრეფექტურაში, მოზარდი გოგონა სეისმური ბიძგის დროს ველოსიპედით მგზავრობდა, მართვა დაკარგა და მანქანის ქვეშ მოხვა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ინფრასტრუქტურას, აომორიში დაზიანდა 360-ზე მეტი შენობა, ხოლო ივატეში 17 ნაგებობა სკოლებისა და სოციალური უზრუნველყოფის დაწესებულებების ჩათვლით. ქალაქ ჰაჩინოჰეში გაჩერდა ლიფტი, საიდანაც ადამიანის გადარჩენა გახდა საჭირო. ადგილობრივ სუპერმარკეტებში თაროებიდან ათასობით საქონელი ჩამოცვივდა, იატაკი კი ჩამსხვრეული მინისტარის ნამსხვრევებით იყო მოფენილი. კანონძის ტაძარში მემორიალური დაფები ჩამოინგრა. მოხუცებულთა თავშესაფარში ბიძგების შედეგად ფანჯრები ჩაიმსხვრა, ხოლო კედლებში გაჩენილმა ბზარებმა შენობა ადამიანების ყოფნისთვის სახიფათო გახადა. დაზიანებები მიიღო საფეხბურთო კლუბ ვანრაურე ჰაჩინოჰეს ობიექტებმაც, ოფისსა და მინი ფეხბურთის მოედანზე კედლები ნაწილობრივ ჩამოინგრა. თერმულ კომპლექს ჩოჯუანსენში ასევე გაჩნდა ღრმა ბზარები. კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა 26 ივნისს საღამოს, იამანაშის პრეფექტურის აღმოსავლეთ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მაგნიტუდა უფრო დაბალი იყო, 5,6, მაქსიმალური ინტენსივობა მაღალი აღმოჩნდა და ქალაქ ფუჯი კავაგუჩიკოში 6- დონეს მიაღწია. ეს განსხვავება აიხსნება იმით, რომ კერახმელეთზე და უფრო მცირე სიღრმეზე მდებარეობდა, რის გამოც რხევებმა ზედაპირამდე ენერგიის ნაკლები დანაკარგით მიაღწია. ეს გახდა პირველი შემთხვევა 1924 წლის შემდეგ, როდესაც იამანაშის პრეფექტურაში ასეთი სიმძლავრის მიწისძვრა დარეგისტრირდა.
სულ სტიქიისგან 15 ადამიანი დააშავდა. სეისმურმა მოვლენამ მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. ქალაქ კოფუში შენობის გარე კედლის ნაწილი ჩამოინგრა, ხოლო ფუჯიოშიდაში ბეტონის კედლები ჩამოიშალა და საგზაუაბრები წაიქცა. ქალაქ ფუჯიკავაგუჩიკოს ერთ-ერთ სასტუმროში მიწისძვრის შემდეგ ლიფტები გაფუჭდა. კიტაგუჩი ხონგუ ფუჯის სენგენის ძველ შინტოისტურ სალოცავში, რომელსაც 1900 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტს წარმოადგენს, დაზიანდა დაახლოებით 3 საუკუნოვანი 11 ქვის ფარანი. სიძუოკას პრეფექტურაში დაფიქსირდა მრავალი ქვის ცვენა, მეწყერი და წაქცეული ხეები, შენობების სახურავებიდან ცვიოდა კრამიტი, რომელიც პარკირებულ ავტომობილებს ამთვრევდა. ქალაქ ოიამაში ერთ-ერთი სახლის უკან ჩამოიშალა დაახლოებით 20 მეტრის სიმაღლისა და 5 მეტრის სიგანის ფერდობი. მოახლოებული ტაიფუნით გამოწვეული ძლიერი წვიმების გამო გრუნტის შემდგომი ჩამოშლის თავიდან ასაცილებლად, ფერდობის გასამაგრებლად გადაუდებელი ზომები იქნა მიღებული. ევროპა. ივნისის ბოლოს დასავლეთ და ცენტრალური ევროპის უდიდესი ნაწილი მძლავრი თერმული გუმბათის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. სიცხისეს ტალღა გახდა ყველაზე ინტენსიური ევროპაში ოდესმე რეგისტრირებულთაგან. ბევრ ქვეყანაში ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 5-15 გრადუსით მაღლა ნარჩუნდებოდა. თერმომეტრის სვეტები ზოგან 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა. ივნისის მაქსიმალური ტემპერატურის ეროვნული რეკორდები ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში მოიხსნა, ხოლო ზოგიერთმა რეგიონმა განაახლა აბსოლუტური მაქსიმუმები დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში. მეტეოროლოგებმა სიცხის ამ ტალღას ექსტრაორდინალური მასშტაბის მოვლენა უწოდეს, რადგან მისი მიმდინარეობისას ათასობით ტემპერატურული რეკორდი დამყარდა. სამწუხაროდ 21 ივნისიდან მოყოლებული ანომალიურმა სიცხემ ევროპაში 1300-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, ხოლო ზოგიერთი საავადმყოფო გაჭირვებით უმკლავდებოდა მიმართვების უზარმაზარ რაოდენობას. ბევრ ქვეყანაში საჭირო გახდა კულტურული ღირსშესანიშნაობების დაკეტვა და სკოლებში გაკვეთილების შეჩერება. ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა საფრანგეთი გახდა. 23 ივნისიდან აქ ერთდროულად ათობით ქალაქში განახლდა აბსოლუტური ტემპერატურული რეკორდები. ლანდის დეპარტამენტში ჰაერი 44 გრადუს ცელსიუსზე მეტად გაცხელდა. სიცხისგან თავის დასაღწევად ადამიანები მასობრივად მიდიოდნენ მდინარეებსა და ტბებზე, მათ შორის ბანაობისთვის შეუსაბამო ადგილებში, რამაც წყალზე ათობით ტრაგედია გამოიწვია. სიცხესთან დაკავშირებით პარიზში საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღება დროებით აიკრძალა. დაზარალდა საფრანგეთის სოფლის მეურნეობაც, ცხოველებში თერმული სტრესის გამორჩის წარმოება საგრძნობლად შემცირდა. ხოლო ქვეყნის დასავლეთით, სადაც მეფრინველეობაა კონცენტრირებული, მხოლოდ ერთ ღამეში ფერმებში 10,000-მდე ფრინველი დაიღუპა. 25 ივნისს მორბიანის დეპარტამენტში დაფიქსირდა იშვიათი მოვლენა, რომელსაც თერმულ აფეთქებას უწოდებენ. იგი წარმოიქმნება ჩექა-ქუხილის შესუსტებისას, როდესაც დაღმავალი ნაკადი ატმოსფეროს საშუალო ფენებიდან დედამიწისკენ აწვება, თბილ და მშრალ ჰაერს შედეგად ზედაპირთან ტემპერატურა სწრაფად და ლოკალურად იზრდება, ტენიანობა მკვეთრად ეცემა და ხშირად ძლიერდება ძლიერი ქარი. ასე ბელილის მეტეოსადგურზე სულ რაღაც 18 წუთში ტემპერატურა 7 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა, ხოლო ქარი შტილიდან სწრაფად გადავიდა 100 კმ/სთ-მდე სიჩქარის ნაკადურ ქარში. სიცხემ ატომური ენერგეტიკის მუშაობაც კი შეაფერხა. მდინარეებში წყალი იმდენად გათბა, რომ რეაქტორების ეფექტურად გაგრილება ვეღარ ხერხდებოდა. ამიტომ ქვეყანაში დროებით გააჩერეს ცალკეული ენერგობლოკები. ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა შვეიცარიასა და უნგრეთში. დიდი ბრიტანეთის ისტორიაში პირველად ექსტრემალური სიცხის შესახებ წითელი გაფრთხილება ზედიზედ 3 დღის განმავლობაში მოქმედებდა. ამ დღეებში ივნისის ტემპერატურული მაქსიმუმი 3-ჯერ განახლდა და 26 რიცხვში 27,7 გრადუს ცელსიუსს მიაღწია. სიცხის გამო გაუქმდა კონფერენცია, რომელიც სიცხის შედეგებთან ბრძოლას ეძღვნებოდა. მთელ დიდ ბრიტანეთში ექსტრემალური ტემპერატურის გამო სამედიცინო დაწესებულებები იძულებულნი გახდნენ გადაედოთ გეგმური ოპერაციები და ნაწილობრივ გაეუქმებინათ ამბულატორიული მიღებები. ზოგიერთ კლინიკაში მწყობრიდან გამოვიდა გაგრილების სისტემა, ხოლო MRT-ს აპარატებმა გადახურების გამო შეწყვიტეს მუშაობა. 27 ივნისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში თერმომეტრის სვეტები 39 გრადუს ცელსიუსზე ავარდა, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რათა ადამიანებს გაგრილებაში დახმარებოდა. ღამეებიც კი უპრეცედენტოდ ცხელი იყო. კუბშიუცის მეტეოსადგურზე 28 ივნისს მინიმალური ტემპერატურა 29,9 გრადუს ცელსიუსზე დაბლა არ ჩამოსულა, რაც გახდა ყველაზე ცხელი ღამე მეტეო დაკვირვებების მთელ ისტორიაში 50 პარალელის ჩრდილოეთით. ასეთ პირობებში ადამიანის ორგანიზმი ვერ ასწრებს დღის სიცხის შემდეგ აღდგენას, რაც უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
ვინაიდან ადრე ასეთი სიცხე იშვიათობა იყო, კონდიციონერები ევროპაში დღემდე არ არის ფართოდ გავრცელებული. გერმანიაში მათი აღჭურვილია შინამეურნეობების მხოლოდ დაახლოებით 6%. ქალაქ დორმაგენში მოხუცებულთა თავშესაფრის შიგნით ჰაერის ტემპერატურამ სახიფათო 35 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, რის გამოც ათობით ბინადრის ევაკუაცია გახდა საჭირო. სიცხემ შეაფერხა სატრანსპორტო მიმოსვლაც. გერმანიის სარკინიგზო ოპერატორმა Deutsche Bahn-მა მგზავრებს დროებით ნება დართო უფასოდ გაეუქმებინათ საქალაქთა შორისო მგზავრობა. ხოლო კერძო გადამყვანმა National Express-მა შეაჩერა რეისების ნაწილი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე, რადგან გადახურების გამო ლითონი ფართოვდებოდა და რელსები შეიძლება დეფორმირებულიყო. პრობლემები შეიქმნა გზებზეც. ჰამბურგთან ახლოს ავტომაგისტრალზე ასფალტი დარბილდა და დასკდა, ხოლო ბერლინთან ახლოს, აორტრასაზე, სიცხის გამო ბეტონი გასკდა. მოძრაობის ნაწილობრივ შეზღუდვა გახდა საჭირო. დანიაში 27 ივნისს ქალაქ ორხუსის ჩრდილოეთით ჰაერი 37 გრადუს ცელსიუსამდე გახურდა, რაც რეგიონში დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში ახალ აბსოლუტურ რეკორდად იქცა. ქვეყანაში, სადაც ივნისისთვის ჩვეულებრივ დამახასიათებელია რბილი ჩრდილოური ზაფხულის საშუალო მაქსიმალური ტემპერატურით დაახლოებით 19 გრადუსი ცელსიუსი, ასეთი სიცხე უკიდურესად ანომალიური მოვლენაა. ნიდერლანდებში სიცხის გამო პირველად გამოცხადდა საფრთხის წითელი დონე. იტალიაში მდინარე პოს დაწევამ დაასუსტა მტკნარი წყლის ბუნებრივი ბარიერი, რომელიც, როგორც წესი, ზღვას შესართავთან აკავებს. შედეგად მარილიანმა წყალმა კალაპოტში დაახლოებით 18 კილომეტრით წინ წაიწია, რამაც საფრთხე შეუქმნა სოფლის მეურნეობასა და დელტაში დაცულ ჭარბტენიან ტერიტორიებს. ვენესუელა 24 ივნისს ვენესუელამ თავისი ისტორიის ბოლო 125 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სეისმური ეპიზოდი გადაიტანა. ქვეყნის ჩრდილოეთის, სადაც კონცენტრირებულია მჭიდროდ დასახლებული რაიონები, სატრანსპორტო კვანძები, საპორტო ინფრასტრუქტურა და დედაქალაქი, ქალაქი კარაკასი, ერთდროულად ორი ძლიერი მიწისძვრის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, მაგნიტუდით 7.2 და 7.5, რომლებიც ერთ წუთზე ნაკლები ინტერვალით მოხდა. ყველაზე დიდი ზიანი დაფიქსირდა ლა-გუაირას შტატში. ხელისუფლებამ იგი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის რეპორტაჟები მძიმე სურათს აღწერდა. ჩამონგრეულ შენობებთან იკრიბებოდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ უკავშირდებოდნენ თავიანთ ახლობლებს და არ იცოდნენ, ცოცხლები იყვნენ თუ არა ისინი. თვითმხილველები იტყობინებოდნენ, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხი რჩებოდა, ხოლო საკუთარი ძალები არ იყო საკმარისი ბეტონის ფილების დასაძვრელად. მათ ესმოდათ ამ ადამიანების ხმები და პირველ საათებში ფაქტობრივად ამოუკიდებლად შლიდნენ ნამსხვრევებს ხელებით, თოკებითა და ხელთარსებული საშუალებებით, რადგან სამაშველო სამსახურები ფიზიკურად ვერ ასწრებდნენ ერთდროულად ყველა დანგრეულ ობიექტზე მისვლას. კარაკასიც დაზარალებულ რაიონებს შორის აღმოჩნდა. დედაქალაქში ნგრევა ყველგან არ ყოფილა, თუმცა ცალკეულ ადგილებში უკიდურესად სერიოზული იყო. მაშველების მუშაობას ართულებდა ბეტონისა და ლითონის საჭრელი მოწყობილობების, ასევე საბაზისო აღჭურვილობის, ჩაფხუტების, წყლის საკვებისა და სხვა აუცილებელი საშუალებების ნაკლებობა. სიტუაცია დაამძიმა იმამაც, რომ მიწისძვრები სადღესასწაულო დღეს მოხდა, რის გამოც ნგრევის ზონაში არა მხოლოდ ადგილობრივი მცხოვრებლები, არამედ ჩამოსვლებიც იმყოფებოდნენ. 1 ივლისის ოფიციალური მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 1953 ადამიანს მიაღწია. 10,500-ზე მეტმა მიიღო ჭრილობები. სამედიცინო დაწესებულებები მუშაობდნენ დღე-ღამის განმავლობაში. დედაქალაქის რეგიონში დაზარალებულთა მისაღებად სახელმწიფო საავადმყოფოების გარდა, კერძო კლინიკებიც იყვნენ ჩართულნი. ადამიანების დროებითი განთავსებისთვის დაიწყო მსხვილი საზოგადოებრივი ობიექტების გამოყენება. ლა-გუაირაში ერთ-ერთ სტადიონზე მოეწყო დროებითი თავშესაფარი და სამედიცინო პუნქტი. ისინი, ვისაც გაჩენილი ბზარებისა და განმეორებითი ბიძგების გამო დაზიანებულ შენობებში დაბრუნების ეშინოდათ, ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რჩებოდნენ ღია მოედნებზე, პარკებსა და დროებით ბანაკებში. მთავარი მიწისძვრების შემდეგ სეისმური აქტივობა არ შეწყვეტილა. 27 ივნისის დღის შუა პერიოდისთვის ხელისუფლების მონაცემებით დარეგისტრირდა 430 განმეორებითი ბიძგი. მიწისძვრებმა დაანგრია ან სერიოზულად დააზიანა სულ მცირე 383 შენობა, ხოლო მთლიანად ქვეყანაში დაზარალდა 1400-ზე მეტი ინფრასტრუქტურის ობიექტი, მათ შორის 13 საავადმყოფო და 25 სავაჭრო ცენტრი. სერიოზული დაზიანებები მიიღო სიმონ ბოლივარის საერთაშორისო აეროპორტმაც ქალაქ მაიკეტიაში. სპეციალისტის თქმით, შედეგების ასეთი მასშტაბის ახსნა მხოლოდ მიწისძვრების მაგნიტუდით შეუძლებელია. პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სეისმომედეგობის ნორმების დაცვის შემთხვევაში შენობები ბანკოს სახლებივით არ უნდა ჩამოშლილიყო. ასეთი ნგრევის შესაძლო მიზეზებს შორის მან დაასახელა ბეტონის ხარისხი, ფოლადის რაოდენობის შემცირება, კოლონების არასაკმარისი განივი არმირება და სამშენებლო ნორმების სხვა დარღვევები.
ეს კომენტარი მნიშვნელოვანია, რადგან შედეგების საკითხი ბუნებრივი კატასტროფის სიბრტყიდან გადააქვს ქალაქის განაშენიანების მოწყვლადობის, სამშენებლო ნორმების კონტროლისა და კონსტრუქციების ხარისხის სიბრტყეში. ამ კვირის მოვლენები აჩვენებს, რომ მოქმედი უსაფრთხოების სტანდარტები ყოველთვის აღარ შეესაბამება რეალური ბუნებრივი რისკების დონეს. როდესაც შენობები ინგრევა, საავადმყოფოების სიცხის გამო ვერ ფუნქციონირებენ, რელსები გადახურებისგან დეფორმირდება, ხოლო ქარს მწობრიდან გამოყავს ელექტრომომარაგების სისტემა. საუბარია არა მხოლოდ სტიქიის ძალაზე, არამედ ამ მოვლენებისთვის მომზადების ხარისხზეც. ბუნებრივი რისკების ზრდის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ არსებული ნორმების მკაცრად დაცვა, არამედ სამშენებლო, სანიტარული, სატრანსპორტო და ენერგეტიკული სტანდარტების გადახედვა, რათა სახლები და ინფრასტრუქტურა გათვლილი იყოს ასეთ დატვირთვებზე. საფრთხე წარმოიშობა არა მხოლოდ სტიქიური უბედურების მომენტში, არამედ მაშინაც კი, როდესაც პოტენციური კლიმატური რისკები წინასწარ არ არის გათვალისწინებული და უსაფრთხოების სტანდარტები მხოლოდ ქაღალდზე რჩება.